ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მარაკიაში ქვეყნის სამხედრო ავიაციის წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო ღონისძიებას დისტანციურად დაესწრო. მან ჯარისკაცებს ეროვნული ერთიანობისა და საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ცერემონიას, რომლის დროსაც რამდენიმე სამხედრო წვრთნა გაიმართა, ვენესუელის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ლოპესი. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუმცა იყავით ფხიზლად და მზად, რომ დავიცვათ ჩვენი როგორც ერის, როგორც თავისუფალი და სუვერენული სამშობლოს უფლებები. ვიცი, რომ თქვენ არასდროს დააღალატებთ ვენესუელას. ჯერა რომ ვენესუელას შეუძლია ჰქონდეს თქვენი იმედი. თუ ვითარება მოითხოვს, ჩვენ ყველამ ხელში ავიღოთ იარაღი. ისტორია კიდევ ერთხელ ნახავს ჩვენს აღზევებას. მადუროს ვიდეო მიმართვა, რომლის ჩაწერის ადგილი უცნობია, ღონისძიების დროს სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრიც. 2025 წელს ჩვენ მზად ვართ უპასუხოთ ვენესუელი ხალხის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას. ბოლივარიის სამხედრო ავიაციამ იცის, რომ მან ძლიერი იერიში უნდა მიიტანოს ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება, ბრძოლა გამარჯვებამდე. მოგვიანებით ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი რუს ოფიციალურ პირებთან ონლაინ შეხვედრაზე გამოჩნდა. მათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნეს შეთანხმებები განიხილეს. დღეს შეერთებული შტატების მთავრობა სხვა ქვეყნებზე აძლიერებს ზეწოლას, რადგან სჯერათ, რომ შეუძლიათ ვენესუელის იზოლირება. მათი მიზანია ავიაკომპანიებმა შეწყვიტონ ჩვენს ქვეყანაში მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ მეტი რეისი შესრულდება რუსეთსა და ვენესუელას შორის. ამით შევძლებს ტურისტული ნაკადის გაფართოებას. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც რუსი ტურისტები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, მარგარიტას კუნძულს, კანაიმას, ლოს როკეს, კარაკას. ეს არის იმ შედეგების ნაწილი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მაღალი დონის სამთავრობათა შორისო კომისიაში მივიღეთ. მისი კომენტარები ვენესუელის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოყვა, რომლის თანახმად 6 საერთაშორისო ავიაკომპანიას ფრენებთან დაკავშირებული შეღავათები გააუქმდათ. მათ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ვენესუელის საჰაერო სივრცეში ფრენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილა. საერთაშორისო ავიაკომპანიებმა კვირას დამატებითი რეისებიც გააუქმეს, რადგან ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ პილოტებს ურჩია გამოეჩინათ სიფრთხილე ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო. როგორც ცნობილია, ქვეყანაში გაზრდილია სამხედრო აქტივობა, შესაბამისად არც საჰაერო სივრცეა დაცული.